ფოთში მეოთხე დღეა მდინარეში ჩავარდნილ მოზარდს ეძებენ. დღეს დილით მაშველებს თბილისიდან 5 კაციანი ჯგუფი დაემატათ. მტკვინთავების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. როგორც ერთ-ერთმა მაშველმა განაცხადა, სამძებრო ოპერაცია მოზარდის ჩავარდის ადგილიდან 1 კილომეტრის რადიუსში, ასევე ზღვის სანაპირო ზოლზე 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება. მისივე თქმით, სამუშაოები დღისი წყლის ქვეშ ტარდება, ხოლო ღამით წყლის ზედაპირზე და ასე გაგრძელდება, ვიდრე მოზარდს არ იპოვიან. სამძებრო ოპერაციის მიმდინარეობას მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი გაეცნო. როგორც უკვე ვიცით, მეოთხე დღეა მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც მდინარე რიონზე, ასევე სანაპირო ზოლზე. ჩართული არის როგორც სანაპირო დაცვის, ასევე ჰიდროგრაფიის, ქალაქის და თვითონ სამაშველო სამსახურები, საგანგებო სიტუაციების სამსახურები. არის სრული მობილიზება მაშველების და 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს ყველა საშუალებით ძებნა ჩვენი თანაქალაქელის 16 წლის ახალგაზრდის დამატებით დღეს დილას, როგორც იყო ნათქვამი, დედაქალაქიდან მტკვინთავების ჯგუფი კიდევ დაემატა ამ სამაშველო ბრიგადებს და უფრო მეტი სიძლიერით მოხდება უკვე წყალქვეშა სამუშაოების განხორციელებაც. მინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირად არავის არც მოსვლია თავში ეს აზრად, რომ რაიმე სახით შეამციროს ან შეწყვიტოს სამძებრო სამუშაოები და ის ძალიან არასწორი და ვფიქრობ ძალიან არ ვიცი ძალიან ცუდად გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა ვინმეს დღეს შეეწყვიტა სამუშაოები, არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს. სადამდეც იქნება საჭირო, რომ აქ მაშველებმა იმუშაონ, სადამდეც იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენ გქონდეს იმის საშუალება, რომ აი ამ ოჯახს, რომელიც ძალიან დიდი მწუხარების და უბედურების მოლოდინშია, შეეძლოს ღირსეულად პატივის მიგება ადამიანის, ყველა ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, რომ რაც შეიძლება დროულად იქნას ეს ახალგაზრდა ნაპოვნი, რომელიც რაიან ტრაგიკულ შემთხვევისას დიდი ალბათობით ველოდებით ყველანი ძალიან სამწუხარო ამბობს. შეგახსენებთ, რომ 16 წლის მე-10 კლასელი აღმაშენებლის ხიდიდან 29 იანვარს გადავარდა. მოზარდი 3 თანატოლთან ერთად იმყოფებოდა. ის მოაჯირზე ავიდა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. თვითმხილველებიდან 2 მამაკაცი მდინარეში გადაეშვა, მაგრამ მას ვერ მიაგნეს.